ვიცი გახსოვთ თუ არა თქვენ ან ჩვენს მეგობრებს მოქალაქეებს ვინც გიყვარებენ ვასო კაძელაშვილი არის ჩვენი პარტიის წევრი. რა უნდა მახსოვს და ამიტომაც გკითხეთ რა. პარტიის წევრი, ჩვენი ორი თანამებრძოლი, რომელსაც მოვიკითხავ ძალიან დიდი სიყვარულით, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი იმყოფებიან ტყვეობაში. მე გუშინ და გუშინ წინ ველაპარაკე მათ, დამირეკე საპატიმროდან. თავარი განცდა არის ის, რომ თუ ვინმე ასხივებს ეკა იმედს და ბრძოლის უნარს არიან სწორედ ეს ადამიანები, ის რაზეც ვასო კაძელაშვილი საუბრობს ამ წერილში, ჩვენთვის ნაცნობი საკითხია, ჩვენ ეს პროცესი ზეწოლა ერთად გავიარეთ, მაშინ როცა ის დააკავეს, მას თხოვდნენ, რომ დაედო ხელი პარტიაზე, პარტიის ლიდერებზე თითქოს და არარსებული ბრალი, რომელიც მას წარდგენილი აქვს, თითქოს რაღაც დავალებით ეს ადამიანები ბევრი ეცადნენ და ვერავინ ვერ გატეხეს და ამიტომაც ვერც ერთი მათგანი და საოცარია მათი პასუხები აი ამ ვითომ და შეწყალებაზე და აი ამ აგორებულ თემაზე მართლაც საოცარია მათი პასუხები და ჩემი უდიდესი პატივისცემა თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ მინდა დაუფიქსირო. ირაკლი, აი თქვენ როგორ ხედავთ რა შანსია იმისი, რომ ეს ხალხი დავიხსნათ ციხიდან? ერთადერთი გზა მათი თავისუფლების არის ხელისუფლების ცვლილება. ხელისუფლების ცვლილება სჭირდება მაქსიმალური წნეხი ქვეყნის შიგნით, საგარეო ველზე ჩვენი აქტიური მუშაობა, ეს სწრაფად ამ ვითარებაში ვერ იქნება. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ ხოლმე მოცემულობები, რაში ჩვენ ვიმყოფებით, მაგრამ ის რეპრესიები, რომელიც ახლა პარალელურად უკვე პოლიტიკურ პარტიებზე ვრცელდება, აკრძალვის საკითხები, პოლიტიკურ ლიდერებზე, ახალი ბრალდებების წარმოდგენა, იცით რომ საბოტაჟის საქმეზე ყველა პოლიტიკური ლიდერი, ხო, ყველა პოლიტიკური ლიდერი არის ბრალდებული, გირაო შეფარდებული, ზურა ჯაფარიძეს გადასაწყვეტი აქვს გირაოს გადაიხდის თუ არა და თავის მხრივ კიდევ ახალი ბრალები ჩნდება, ახლა რაღაც ახალი საგამოძიებო კომისია ფასებთან დაკავშირებით და რომელიც დაანონსდა რეალურად და ერთ-ერთი პირველი თავდასხმა ვიზეთ წამოვიდა იყო ლელო და მათ შორის მამუკა ხაზარაძე, რომელზეც განსაკუთრებული თავდასხმის სურვილი აქვს. გაზარდეთ ფასები ეჭვი ამაზე. ასე ღიად ამას ამბობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ თურმე ოპოზიცია არის დაინტერესებული აი მესიჯ ბოქსი ესე როგორც ადრე იყო, რომ ოპოზიცია დგას ომის მხარეს, ოპოზიცია დგას მაღალი ფასების მხარეს და თითქოს მამუკა ხაზარაძე ზრდის თავისი დღეა სხვათა შორის დღეს და მინდა მამუკა ხაზარაძე აქედან ლოცვა დაბადების დღე გამარჯვება და წარმატება ვისურვებ. დიახ. ულოცავ მამუკას და უსურვებ რომ ის გამარჯვება რაც ყველას ერთად გვჭირდება, მე ვიცი მას რა უნდა და უნდა რომ ამ გამარჯვებაში ღირებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს და ამას უსურვებ სწორედ მას. ამ პროცესში რთულია, ბოდიში ბოლომდე ვიტყვი, ძალიან რთულია რომ ახლა რაიმე ტიპის კონკრეტული პროგნოზი გავაკეთოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში რომ მოლოდინი ჩვენ რას ვაკეთებთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ და აქ მე დარწმუნებული ვარ 2026 წელს, ამას დიდი ხანია ვიმეორებ, რომ 2026 წელს თითქმის დარწმუნებით, ოღონდ ეს სუბიექტური და რაღაც წილ ინფორმაციებზე დახრტობით შეიძლება ითქვას, რომ ველოდები ახალ საპარლამენტო არჩევნებს სამწუხაროდ მათი წესებით, იმიტომ რომ ეს იქნება რა თქმა უნდა რეპრესიული და ძალაუფლების შენარჩუნების კიდევ ერთი მცდელობა მათი მხრიდან, მაგრამ ახალ არჩევნებს ამისთვის ისინი რაღაც ტიპის ყალბ კომპრომისებს გაწევენ. ოღონდ ეს იქნება რა თქმა უნდა სიყალბე და შემდეგ უკვე ჩვენ მისაღები გვექნება გადაწყვეტილება, წარსული შეცდომები არ დაუშვათ და თავისუფლად ერთიან სტრატეგიაზე ვიფიქროთ. ის ერთობა რაზეც ვსაუბრობთ, სტრატეგიულ ხედვებში უნდა გამოიხადოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე, ერთობას მე აუცილებლად მივუბრუნდები, მაგრამ მე ვთქვით ჩემს მონოლოგშიც, რომ დღევანდელი დღის მთავარ თემად რჩება მაინც და არის ფარცხალაძის საკითხი და ჩამოვთვალე, რომ აი ოცნების დანაშაულებრივ სინდიკატში ივანიშვილის დაჯგუფებაში მთავრობის წევრებს შორის, ყოფილ წევრებს შორის მოქმედებზე ჯერ არ ვიცით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათზეც უარესები და უარესები იქნება, სხვათა შორის თანდათან მძიმდება მათი დანაშაულებრივი, ასე ვთქვათ, სქემა. არიან ყველანაირი ადამიანები, ზოგი ქურდი, ზოგი მოგალატე, ბიუჯეტის ქურდი, ბავშვების ბაღიდან და აგერ უკვე ახლა ფარცხალაძე მკვლელობის შემკვეთად, რომელიც სახელდება.
დიდი ბევრი წელი საუბრობდა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ფარცხალაძის დანაშაულებებზე. მე მაინტერესებს რატომ რა შეიცვალა და რატომ გახდა საბედისწერო ჯანგველაძის თემა ფარცხალაძისთვის თქვენი აზრით? პირველ რიგში წლის შეჯამება კი არა, ჩვენ შეგვიძლია რომ ქართული ოცნების მმართველობა შევაჯამოთ. 13 წლიანი მმართველობა, მე-13 წლის თავზე შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ 12 წლის განმავლობაში მე მგონია რომ ეს აქეთკენ მიდის და შიდა დაპირისპირებით ამის გამოძახილია, რომ ხო დასასრულისკენ მიდის ეს პროცესი. 12 წლის განმავლობაში ეკა, რასაც საუბრობდა ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ლელო ძლიერი საქართველო, მე-13 წლის თავზე ყველაფერი ახდა. ვამბობდით რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მერიაში, შემოსავლების სამსახურში, პროკურატურაში ყველგან კორუფცია იყო გამეფებული და მე-13 წლის თავზე რასაც ვამბობთ, ყველაფერი დადასტურდა. პრემიერ-მინისტრი კორუფციონერია, სუსის ხელმძღვანელი კორუფციონერია, შემოსავლების სამსახური კორუფციონერია, ინფრასტრუქტურის მინისტრი კორუფციაშია ჩამალული და რაღაცა ეს შეჭამა კორუფციულმა ერთნი ბავშვებს პარავენ საჭმლის ფულს, მეორე ჯარს პარავს თავდაცვის მინისტრი ტანისამოსის და ჯანდაცვის სერვისების ფულს, ყველაფერი გაძარცულია და მე ვკითხულობ, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებს მიმართავ, თუ ყველაფერი რაც აქამდე ვთქვით მართალი აღმოჩნდა, იქნებ დაფიქრდეთ, რომ რუსული პროექტი როა ბიძინა ივანიშვილი, მოძალადე როა, მთავარი კორუფციონერი რო ის არის. ესეც მართალი ხომ არ აღმოჩნდება ძალიან მალე და სხვებიც აი სასამართლოზე რომ მივა საქმე და ლევან მურუსძე რომელიც დანაშაულებრივი დავალებების შემსრულებლად მოგვევლინება უახლოეს მომავალში, კალაძე რომელიც ერთ-ერთი მთავარი კორუფციონერია ამ თელ სქემაში, ეს რო დადასტურდება, მერე სადღაწავლენ, ყველაფერი დადასტურდა, რის დადასტურებაც შეიძლება და უნდა ითქვას ასევე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საუბრობდა, ძალიან თამამად ახერხებდა მტკიცებულებების მოპოვებას, მაგალითად ლილუაშვილის წინააღმდეგ, რომ ის კოლ-ცენტრებთან იყო დაკავშირებული. დღეს ლევან ხაბეიშვილი ციხეში ზის და ლილუაშვილი იმავე საპატიმროში, სადღაც 1 თუ 2 საკნის გამოტოვები ზის. ხაბეიშვილი გაუგებარი მოცემულობის რაღაცა ქრთამის შეთავაზების, რაღაცა საჯარო ციგიჟეზე ზის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ადამიანები, ვინც იბრძოდნენ ამ კორუფციული სქემების წინააღმდეგ და ლევანს ამ პროცესში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო ფურცელი ხელისუფლების იქნება ძალიან მძიმე სანახავი, განსაკუთრებულად იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ახლა სხვა მხარეს დგანან და მათ აღარ ექნებათ არანაირი მორალური უფლება, რომ თვალებში შეხედონ იმ ჟურნალისტებს, ვიზეც იძალადეს, სამოქალაქო აქტივისტებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, კარგები ვართ, ცუდები ვართ, საკმარისად ძლიერები ვართ, გონიერები, ბევრს ვიბრძვით თუ ნაკლებს. საკმაოდ დიდ მსხვერპლს გადის ყველა პოლიტიკური პარტია, ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, ზოგი დევნილობაში, ზოგი ციხეში, ზოგი ადგილზე აღრჩობენ, ხო, ამ ვითარებაში, მაგრამ ამ პროცესში დარწმუნებულია, რომ ბოლო კვერდი იქნება ძალიან ცუდი, მე გულწრფელად გეტყვით, რომ საერთოდ არ გამიხარდება, როცა მართალი აღმოჩნდები ივანიშვილთან მიმართებაში, იმიტომ რომ ივანიშვილი რომ რუსული პროექტია და ის ძალადობს თავის სადისტური მეთოდებით საქართველოს დემოკრატიის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამან 13 წლის განმავლობაში დახია საქართველოს სახელმწიფო უკან. ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ დადასტურდება ის, რასაც რამდენი წელია ვამბობთ ყველანი ერთად. ირაკლი, რამდენად მყარია რეჟიმი, რომელიც არის აი ახლა ასეთ მდგომარეობაში, რომელმაც მთელი მისი სახელისუფლებო ვერტიკალი ყოფილი დავარქვათ, თუმცა წლების განმავლობაში ეს ადამიანები იყვნენ მნიშვნელოვან თანამდებობებზე, დაიჭირა, ზოგი კი არის გარეთ, მაგალითად ღარიბაშვილი, მაგრამ ისიც შიდა პატიმრობა შეიძლება ამას ეწოდოს და რომელიც არის იზოლაციაში და რომელიც არის დიდი წნეხის ქვეშ ქვეყნის შიგნით. მე ვგულისხმობ უწყვეტ საპროტესტო აქციებს, მცირერიცხოვანია ეს აქციები, ზოგჯერ მრავალრიცხოვანია, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ პროტესტი არის და პროტესტი ძალიან დიდია და ბრაზი ძალიან დიდი ადამიანებში. აი, რამდენად მყარია ეს რეჟიმი თქვენი აზრით, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით? ქართული ოცნება ამ ეტაპზე, ქართული ოცნების და ივანიშვილის სიმყარე დგას მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ტიპის ინერციაზე და ძალოვან უწყებებზე. ძალოვანი უწყებები და რეპრესიული კანონმდებლობა. თავის მხრივ სამოქალაქო საზოგადოება დგას ღირებულებებზე, ღირსებაზე და პრინციპებზე და ის უწყვეტი პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს, ძალიან ღირებულია და მისი მხარდაჭერა, შენარჩუნება
და მგონი არც ჭირდება პოლიტიკოსების მხრიდან შენარჩუნების თავად აცოცხლებენ პროტესტს, თავად ის ბრაზი, რომელიც არის საზოგადოებაში, თავად აცოცხლებს. თუ ვინმეს გონია ხშირად ამბობენ, რომ აი სტანდარტულ პერიოდში მცირე რაოდენობის რაღაც აქცია გამოდის, ხო? არა მრავალრიცხოვანი, მაგრამ როცა საჭიროება მოითხოვს, როცა არის დაანონსებული კონკრეტული დღეები, ძალიან მრავალრიცხოვანია ეს წინააღმდეგობა და ესეთი უწყვეტი პროტესტი არ ახსოვს არა თუ საქართველოს ისტორიას, არამედ სოფლიოს მასშტაბით ძალიან იშვიათი შემთხვევა შეიძლება ალბათ 1-2 არსებობდეს, მე არ გამიგია გულწრფელად გეტყვით, რომ ასეთი წინააღმდეგობის ფორმები, ასეთ რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში მოქალაქეები გამოდიოდნენ და იცავდნენ საკუთარ თავს. პროტესტი ბევრად უფრო მყარია, ვიდრე მოძრაობასაც ირაკლი, მე მათ ვკითხავ იქნებიან ჩემი სტუმრები გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში ეს ადამიანები და ასევე სინდისის პატიმრების მშობლები, მაგრამ თქვენი ხედვა როგორია, რა აკლია აი ამ პროცესს, რომ შედეგი რომ მეტი მხარდაჭერა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, მეტი საუბარი, შეცდომები ყველა მხარეს არის, პარტიების მხარესაც, მათ შორის სამოქალაქო ჯგუფების მხარესაც, ერთხელ და სამუდამოდ ისევ და ისევ ვიმეორებ, უნდა დავასრულოთ ერთმანეთის კრიტიკა და ლანძღვაში და ოპოზიციურ ველზე. მაშინაც კი როცა აი წინა პერიოდში არ ვეხები იმ პერიოდს, მაგრამ როცა ჩვენს წინააღმდეგ მოდიოდა დიდი კრიტიკა და ლანძღვა, ჩვენ სულ ამბობდით და ყველა ეთერში არ ვპასუხობთ ამ კრიტიკას, მძიმე ბრალდებებს, რომელიც არ იყო კარგი და მარტივი მოსასმენი, მაგრამ არ ვპასუხობთ ერთადერთ მიზეზის გამო. ხვალ და ზეგ ისევ ერთად მოგვიწევს დგომა და ჩვენ ამ შანსს ვტოვებდით. ამისთვის, აი ამ ერთობისთვის თქვენ ახლა რასაკეთებთ? პირველ რიგში ვსაუბრობთ. არის უკვე ზურა ჯაფარიძეს მაგალითად, რომელსაც პირველი რაც თქვა ის, რომ აი ერთიანობა და მე ვეთანხმები ამაში აბსოლუტურად. ყველა ლაპარაკობთ ამაზე თქვენ და არჩევნებამდე განსაკუთრებულად აქტუალური იყო თემა, მაგრამ აი ეხლა რასაკეთებთ ამისთვის და თუ შეხვდით პირველ რიგში გადასალახი არის რა თქმა უნდა, აქ წყენების დრო აღარ არის, მაგრამ ეს მაინც გადასალახია, ის განსხვავებები, რომელიც არსებობდა, ეს არის გვერდით გადასადები და ამას სჭირდება საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ, ვიგეგმებით, კამათობთ კიდევაც, ოღონდ არა სატელევიზიო ეთერებში, ერთადერთი რაც გაუგებარია ჩემთვის და საკმაოდ რბილად უნდა ვთქვა, სულად წარმოუდგენელია ხოლმე, რიგი ოპოზიციონერები გამოდიან, თან ბრალდებას ისვრიან პირდაპირ მეორე კოლეგა ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, შემდეგ ამბობენ, რომ ერთობა, მოდი, აბა ერთობა და ცოტა აღრეული აქვთ მიზანი მგონი ამ ოპოზიციონერებს, არ შევეხები, არ განვავრცობ ამ ამბავს, მაგრამ თუ გინდა ერთობა, თუ გინდა რომ წარსული გადადო გვერდით და სწორად შეძლო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ სტრატეგიული ხაზები შეთანხმება ერთმანეთთან, სადაც ძლიერები ვიქნებით, რომ თუ ვინმეს აწყობს დღეს და ყოველთვის ოპოზიციურ ველზე ერთმანეთის ლანძღვა, მათ შორის აი თემურ ჭყონიას უზომოდ ლანძღვა, სხვების ლანძღვა, დააკვირდით უბრალოდ ქართულ ოცნებას. ვინც კი მათ ოპოზიციაში იყო, აი სპორტსმენები რო წარმოვიდგინოთ, ილია თოფურია, რომელმაც ხარი დაუჭირა პროტესტს, სხვები. პირველი ვისთან მიდიან და ვის ესაუბრებიან? სწორედ ამ ადამიანებს. როცა შედიოდნენ გასახდელში, მაგალითად საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, პირველი იმ ადამიანებს ართმევდნენ ხელს, რომლებმაც კრიტიკული პოსტები დაწერეს ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. ანუ მათ აქვს სტრატეგიული ხედვა, რომ ყველა მოკავშირე უნდა შეინარჩუნონ, ან ტერს მეტი ელაპარაკონ მოწინააღმდეგეს ამ შემთხვევაში და ჩვენს ველზე, ოპოზიციურ ველზე, მათ შორის აქტივისტები, მათ შორის სხვები დაინტერესებულები არიან ხოლმე, რომ ვიღაცას აბა როგორმე რის ბრალია ეს თქვენი აზრით? ერთი ის, რომ ეს არ არის იერარქიული სტრუქტურა, სადაც მეტი საუბარი ხდება ერთმანეთთან, მეტი შეთანხმება ხდება, ეს ერთი პრობლემა არ არის, მართული პროცესი არ არის, რაც თავის მხრივ ერთ მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ მძიმე პრობლემებს ააშკარავებს ამ პროცესში და მეორეს მხრივ იმის, რომ ნაკლებად ვფიქრობთ ხოლმე შედეგებზე, რომ ვიღაცამ სოციალურ ქსელი სამწუხაროდ იქცა, რაღაცა ისეთ სივრცეც, სადაც ყველაფრის თქმა შეიძლება. და ამ დროს იქ მნიშვნელოვანი განწყობები იქმნება. თუ ქართული ოცნება თავის პროპაგანდას აწარმოებს ძალიან ესე მონოლითურად, აქეთ ოპოზიციურ ველზე ყველა ერთმანეთს თავს ესხმის, რაც უნდა დავასრულოთ, ჩავაბაროთ ამ წელს და მომავალ წელს შევხვდეთ კი იმედიანად, კი მეტად უფრო გაძლიერებულად, მეტი პასუხისმგებლობით და მეტი ფიქრით, რომ შიდა დაპირისპირებები აძლიერებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და
ის სტრატეგიული ერთობა, რაც ამ ქვეყანას სჭირდება კრიზისიდან გამოსავლის სახით, გასაკეთებელი ყველასი. მათ შორის პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, მოქალაქეების, მათ შორის მედიის, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვთ ამ პროცესში. რა თქმა უნდა, და მედია, რომელიც არის ძალიან დიდი კრიზისის წინაშე და ესეც არის ერთი ძალიან დიდი გამოწვევა, რაზეც არის საფიქრალი და ცხადია ამაზე უნდა იფიქროს ყველამ, იმიტომ რომ თუ არ იარსებებს მედია ავტორიტარიზმისა და დიქტატურის პირობებში, უბრალოდ ეს ნიშნავს იმას, რომ დემოკრატია როგორც საბოლოოდ ჩამოეშვება მართლაც დემოკრატიული მედია, დემოკრატიული პარტია, დემოკრატიული სამოქალაქო ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და ეს ყველას უნდა გვესმოდეს, პოლიტიკურ პარტიებსაც და ყველას საერთოდ. ირაკლი, ბოლო კითხვასაც დაგისვავთ და დაგემშვიდობებით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი და მე ვიტყოდი ყველაზე დიდი სკანდალი, რომელიც წლის ბოლოს წამოეწია ქართულ ოცნებას, ეს არის ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების საკითხი და როგორც არ უნდა ცდილობდეს ქართული ოცნება ამ თემის დახურვას, მიფუჩეჩებას, ეს თემა ვერ ჩამოვა და არც ჩამოდის დღის წესრიგიდან ცხადია და ჩვენ ამას ყოველთვის შევახსენებთ და მე ვთვლი რომ ჩვენი ყველას ვალია ამაზე მუდმივად ვილაპარაკოთ. აი დღეს იყო თუ არ ვცდები პაპუაშვილმა თქვა რომ სად არიანო ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, კაცო რა ვერ ჩამოვიდნენ, ჩვენ თვითონ აუღებთ ბილეთს თუ საჭირო გახდაო. ეს დამოკიდებულებაც რას აჩვენებს ირაკლი? მხოლოდ პროპაგანდას, იმიტომ რომ საერთაშორისო გამოძიება ხვალვე იქნება თბილისში და ჩატარდება საერთაშორისო გამოძიება, მაგრამ ამისთვის საჭიროა ხელისუფლების მხრიდან ნების გამოხატულება, იმიტომ რომ საერთაშორისო საგამოძიებო სტრუქტურები თუ ჩამოდიან საქართველოში, ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნება რაიმე ტიპის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. რა თქმა უნდა, ისინი ამას არ აღიარებენ, არც ითანამშრომლებენ, თორე ჩვენ გვახსოვს მათ შორის ივანიშვილის პირობებში საერთაშორისო გამოძიებები ჩატარებული, მაგალითად ნაცვალ მოძრაობის წინააღმდეგ და მაშინ ხო ითანამშრომლობს, მაშინ ხო მიიღეს რაღაცა კოლეგიალური გამოწვდილი ხელი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და ახლა როცა თავად არიან უპირობო დამნაშავეები საკუთარი მოქალაქეების დაწამლვაში, რა შედეგებსაც ჩვენ შეიძლება წლების შემდეგ მოვიმკათ, ძალიან მძიმედ, პატარა ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, ყველა ეს შემთხვევა აუცილებლად იქნება დასჯილი და სამართალი ყოველთვის პოულობს საკუთარ გზას. ამაში ვარ დარწმუნებული, მინდა თქვენს და მაყურებელსაც ვუსურვო მომდევნო წელს, საკუთარ თავსაც გამარჯვება სიმართლის და თავისუფლება პოლიტიკური პატიმრების, იმიტომ რომ ეს ორი საკითხი უბრალოდ ერთმანეთთან გადაჯაჭვულია და სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ივანიშვილიც დამარცხდეს, იმიტომ რომ ივანიშვილის მხარეს არის ტყუილი, ჩვენ მხარეს სიმართლე, აქეთ მხარეს არის დემოკრატია, თავისუფლება, იქეთ მხარეს არის რუსული ინტერესები, დევნა, ტერორი და კორუფცია. მადლობა ირაკლი.